ერთი რამე ვიცოდეთ ჩემო მეგობრებო, როცა უფალმა 10 კეთროვანი განკურნა, იცით რომ მარტო ერთი დაბრუნდა უკან. სხვები წავიდნენ, მან უთხრა წადით ეჩვენეთ მღვდლებს. სხვები წავიდნენ, დიდება უფალს მიიღეს ღმერთისგან, ყველაფერი და წავიდნენ თავის გზით, ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები. მხოლოდ ერთი დაბრუნდა უკან, რომ დაინახა რომ განვიკურნეო, დაბრუნდა უკან, დაეცა მის ფეხებთან, მადლობდა, თაყვანს სცემდა და ქრისტეს ჰქონდა კითხვა, 9 სადღარია. 9 სადღარია. წმინდა წერილი ამბობს ასე, რომ თუ გწამს, რომ ყოველივე უფლისგან მოგეცა, მაშინ რაღაცო მიქცევი, ისე თითქოს არაფერი მიგეღოს. რაღაცო ცხოვრობთ ისე, რომ თითქოს ჩვენ ღმერთისგან არაფერი მიგვიღია. თითქოს ყველაფერი ჩემი მოხერხებით, ჩემი დამსახურებით, ჩემი შრომის მოყარეობით, ჩემი რაღაცეებით მაქვს. ყველაფერი ერთი რამე ვიცოდეთ, წმინდა მოციქული პავლე პირველი კორინთელების წერილში ამბობს, პირველ კორინთელთა მიმართ მიწერილ წერილში, რომ რაც ვარ, ღმერთის მადლით ვარ. ყველაფერი რაც ჩემ ცხოვრებაშია, ღმერთის მადლით არის. ის რომ შრომა შემიძლია, ესეც ღმერთის მადლია. ის რომ გამომდის რაღაცა, ესეც ღმერთის მადლია. ის რომ არ ვიღლები, ესეც ღმერთის მადლია. ის რომ საკუთარ სიზარმაცეს ვერევი, ესეც ღმერთის მადლია. ესეც ღმერთის მადლია. და ღმერთის მადლი არ იყო ფუჭი ჩემს მიმართ. არამედ ყველა მათგანზე მე შრომობდი, თითქოს თავის თავზე აპელირებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ მე კი არა, ესეც ღმერთის მადლი იყო, რომ მე შრომობდი. დიდება უფალს. ასე რომ ყველაფრისთვის ჩემო მეგობრებო, პირველი თესალონიკელების მეხუთე თავის მე-18 მუხლი არის ეს, რომ ქართული თარგმანი ამბობს ყველაფრისთვისო, სწორი თარგმანია ყველა მდგომარეობაში. ანუ ყველაფრისთვის და ყველა მდგომარეობაში. მადლიერი იყავი ყველაფრისთვის და ყველა მდგომარეობაში. მადლობა უთხარი ღმერთს, რომ დღეს აქ ხარ. მადლობა უთხრათ ღმერთს იმისთვის, რომ შევძელით. მადლობა ღმერთს, რომ თავი გავართვით რაღაცეებს. მადლობა ღმერთს, რომ მოვიპოვე იმისი შესაძლებლობა, რომ ღვთისმსახურებაში უყოფილიყავი, თანამონაწილე უყოფილიყავი თაყვანისცემის, მის საკრებულოში უყოფილიყავი. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი მაზიარებს და ვეხები ისეთ რაღაცეებს, რაც მარადიული სიცოცხლის საწინდარი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ასე რომ მადლიერება არასდროს არ დაგავიწყდეთ. ერთი ამბავი ხშირად გაგვიხსენებია ხოლმე ცხოვრებაში. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რისთვის უნდა ვიყო მადლიერი? რისთვის უნდა ვიყო მადლიერი? იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ. რისთვის უნდა ვიყო მადლიერი? იმისთვის, რომ ღმერთმა ყველაფერი მომცა. თუმცა შეიძლება რაღაცეები არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუ გახსოვთ იობის მეუღლე, რომელიც როცა იობი კიდე ღმერთს ეუნეო, კიდე შენ რაღაც სიცოცხლეს ებღაუჭები? კიდე რაღაცეებზე დაგმე ღმერთი და მოკვდები და შენს დაისვენებ და სხვა ყველა. იობი რას ეუნეო? ისიც კი არ შეკადრა, უგუნური ხარო. უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ უთხრა. უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ. როცა ღმერთისგან სიკეთეს ვიღებთ, ხო გვიხარია. სხვადასხვა ვერსიები არსებობს ამ თარგმანის. ზოგან წერია, განა ბოროტება მისგან არ უნდა დავითმინოთო? მერე კითხვები დაისვა, ბოროტება მისგან როგორ? მერე იქ სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა, უფლისთვის არ უნდა დავითმინოთო? ერთი რაღაცა, იცი, ხშირად ჩვენ ხვდებით განუსჯელ, გონებით რომ ვერ განსჯი. რო ვერ გაიგებ, რატო უნდა დამდგარიყო ის მომენტი შენ ცხოვრებაში? რატო უნდა მომხდარიყო ეს? რატო უნდა მოსულიყო ეს? რამ გამოიწვია ეს წვდიადის ველი ჩემ ცხოვრებაში? რატო მოხდა ასე? ხშირად ამას ვერ ახს, შენ არ იცი, ვერ გაიგებ ამას. და რამდენადაც კითხვას და ძებნას დაიწყებ, რატომ და სავარაუდო პასუხებს გაახმოვანებ, კიდე ერთხელ დიდი ალბათობით შეცდები ან ღმერთს გაასამართლებ, ან ადამიანს. მაგრამ ერთი კარგი სიტყვა არსებობს. მე იმიტომ კი არ მწამს, რომ ყველაფერი ვიცი, არაფერიც არ ვიცი. წარმოდგენაც კი არ მაქვს არაფერზე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ვენდობი. იობი ზუსტად ამას ამბობს. როცა ეს ჩემი სხეული დაიშლება, იმიტომ რომ ის იმდენად დაავადებული იყო, ასე წერია, მტვერში იჯდაო და კრამიტის ნამტვრევით იფხექტაო სხეულიდან ჩირქსო. მისი სხეული იშლებოდა. და მან თქვა, როცა ეს ჩემი სხეული დაიშლება და გაიხრწნება, ორი თარგმანი არსებობს ქართულში. ძველი თარგმანი ამბობს უსხეულმყოფელი, ანუ სხეულის გარეშე ვიხილავ ღმერთსო.
ახალი თარგმანი ამბობს ჩემს სხეულშივე ვიხილავ ღმერთსო. ანუ იცით ახალ სხეულში ვიხილავ ღმერთს. და ბედნიერი ვიქნები მის წინაშე. მე მინდა რწმენის სიტყვა გითხრათ მეგობრებო და გაგამხნევოთ. ხშირად ჩვენ რთულ დროს გავდივართ ცხოვრებაში. ხშირად ჩვენ ენი და უხსნელ რაღაცებს ვეჯახებით. ხშირად ჩვენ ისეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით ისეთი ადამიანებისგან, წესით რომ ყველაზე ახლობლები უნდა იყოს, წესით ყველაზე კარგად რომ უნდა ესმოდეთ, მაგრამ ხშირად ვერ ახსნი რატო ხდება ასე. მაგრამ გავიხსენოთ აბაკუმის მესამე თავის მე-17-18 მუხლები. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ მოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და ვენახმას საზდო არ მოიტანოს მოწყდეს ფარეხიდან ვაცი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი. ის ამბობს მე მაინც უფალში გავიხარებ. ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ბურჯია ჩემი. ირმის ფეხებს მემაბავს მეო და ჩემს ბილიკებს მომატარებს. დიდება უფალს. იცი მე არ ვარ დამოკიდებული ამ რაღაცეებზე. თუმცა ეს პირდაპირ ეხება ჩემს ცხოვრებას. პირდაპირ ეხება ჩემს კეთილდღეობას, მაგრამ მე არ ვარ ამაზე დამოკიდებული. ჩემი ბედნიერება პირდაპირ პერპენდიკულარული არ არის ჩემი ჯიბის. ჩემი ბედნიერება პირდაპირ პერპენდიკულარული არ არის ჩემი კეთილდღეობის. ასე რომ მოდი ეს სიტყვები ხშირად გავიმეოროთ. იცი არა იმიტომ რომ თუთიყუშივით გავიმეოროთ რაღაცა, ვეცადოთ მის შემეცნებას, მის გაგებას. ფილიპელების 3:20 რომ ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს უფალს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ დიდება უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან მინდა ყურადღებიანები ვიყოთ. განსაკუთრებით ჩვენ ვაგრძელებთ ლოცვას, მინდა კიდე ერთხელ გითხრათ. და მოდი ნუ დაივიწყებთ რაღაცებს, მოდი ვიფხიზლოთ, მოდი თუ როდისმე გამოგვჭა მონანიებაც არ დავახანოთ და გავაგრძელოთ ლოცვა და ვიშუამდგომლოთ და განსაკუთრებით ვიშუამდგომლოთ ერთმანეთისთვის. იცით, ამას წინათ წავიკითხე გველზე. გველი როცა მშიერია და გამოდის სანადიროდ, მას შეუძლია თვეებით ელოდოს მსხვერპლს. იცით ეს? ის შეიძლება ჩაუსაფრთხეს და ძალიან დიდხანს ელოდოს. ეს ასე არ არის, რომ გარბის და სადრა დაინახოს და მე შეჭამოს. ის ხშირად ელოდება მსხვერპლს და ძალიან დიდხანს ელოდება, ძალიან დიდი მოთმინებით. მე დაიჭერს და ყლაპავს. გასაგებია? მე მინდა ვიცოდეთ, რომ ეშმაკი ხშირად ელოდება, როდის განთავისუფლდება ადგილი დარტყმისთვის. ის დგას და ელოდება. როდის დაკავდები შენ ისეთი რაღაცეებისთვის, რომ სხვაზე ლოცვის მაგივრად პრეტენზიები გაგიჩნდება, მეს როგორ გამიკეთეს, მე როგორ შემეხნენ, მე როგორ მითხრა, ასე რატო უნდა, შენ ასე კი არ უნდა ეთქვა, ასე უნდა ეთქვა და იმის მაგივრად რომ ილოცო და აკურთხო და დაცვა გამოაცხადო, შენ ხშირად აშიშვლებ. და ამ დროს ხორციელდება ზუსტად დარტყმები. ის დგას და პეტრე მოციქული გვასწავლის ჩვენ თხიზლად იყავით, იმიტომ რომ თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ გადაყლაპოს. ის არ არის ლომი. ის მბრდღვინავი ლომი ვით იქცევა. ლომის იმიტაციას აკეთებს და ეძებს ვინს გადაყლაპვა შეძლებს. მას ყველას გადაყლაპვა არ შეუძლია. ის მარტო აი თავის კალიბრისა და ზომის და მიხედვით არჩევს რომ ვინ უნდა გადაყლაპოს. და გადაყლაპვა იცი რა არის ხშირად. ზოგს გონია ლომი მოვა და შეგჭამს, არა, გადაყლაპვა ის ისეთი პრობლემებია, როცა თავს ვეღარ აღწევ რაღაცებს. როცა ხვდები, რომ იქ შენ აღარ აკონტროლებ რაღაცას. იქ უკვე, იცი, იქ უკვე ყველაფერს უკვე სხვა რაღაცა მართავს და შენ არაფრის გადაწყვეტა აღარ შეგიძლია. ასე რომ გამოვაცხადოთ დაცვა და ვილოცოთ ჩვენი დებისა და ძმებისთვის. და ნურც წყენა ნურც სხვა ტკივილი, ნურც ვიღაცის ცუდი საქციელი, თუ ვიღაცის ცუდად ნათქვამი, ნუ გახდება საბაბი იმის, რომ შენ მოაშიშვლებ ადგილებს, რომ დაცვას მოხსნი და აღარ იქნება დაცვა ჩვენს დებზე და ჩვენს ძმებზე. ვილოცოთ და ვიშუამდგომლოთ, რათა ღვთის მფარველობა და ღვთის დაცვა და ღვთის მადლი გავრცელდეს ღმერთის შვილებზე. დიდება უფალს. ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ შემთხვევით არ ვართ აქ.
ამ დარბაზშიც არ ვართ შემთხვევით, ამ ეკლესიაში არ ვართ შემთხვევით არ ვართ ქრისტიანები. ყველაფერი ღმერთმა იცის, ყველაფერი თითეული ჩვენი ნაბიჯი იცის ღმერთმა. ასე რომ ძალიან მინდა რომ ყურადღებიანები ვიყოთ. შეიძლება დღევანდელ სიტყვას რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, ეს ძალიან საყურადღებოა. მე მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ დღეს მაიკომაც მოკლედ შეეხო და მოკლედ წაიკითხა იგავების მესამე თავიდან და დღეს ზუსტად ამას მინდა შევეხო და ზუსტად ამაზე მინდა ვილაპარაკო. მოდი გადავშალოთ იგავების მესამე თავი. იგავების მესამე თავი და იგავების მესამე თავში მეხუთე მუხლიდან ასეთი რაღაც არის დაწერილი. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძულებისთვის. მეცხრე მუხლი, პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველ ნაყოფიდან და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლებიდან. ეს არის იგავთა წიგნი მესამე თავი მეხუთე მეათე მუხლები. ამ მუხლებს ჩვენ რამდენჯერმე დაუბრუნდებით კიდევ და რამდენჯერმე შევეხებით კიდევ. იმიტომ რომ დღეს რასაც ვაკვირდებით ჩვენ შორის და თუ თავიდან წაიკითხავთ მეხუთე მუხლს, მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენ გონიერებას ნუ დაეყრდნობი. თუ გახსოვთ რომაელთა წერილის მეათე თავის მე-17 მუხლი რას ამბობს? რწმენა საიდან? რწმენა მოსმენისაგან. მოსმენა საიდან? მოსმენა ღმერთის სიტყვისაგან. ანუ რწმენის საყრდენი, რწმენის მაფორმირებელი ჩვენში არის მოსმენა. რწმენა თავისთავად კი არ ყალიბდება. რწმენა აგური არ არის, რომ ვინმეს თავში დაეცეს. რწმენას ჩვენში რაღაცა აფორმირებს. მაგალითად, გუშინ ხაშურში ვლაპარაკობდით. მე სადაც დავიბადე და გავიზარდე, ბევრი ცრუ რწმენა არსებობდა. მაგალითად, აი ხელების დაჭრდობა არ შეიძლება. ხელები არ უნდა დაიჭრდო. და მთელი ბავშვობა, ნუ გაკ ხელები ეგრე. არა ნუ გაკ ხელები ეგრე. მილიონი რაღაცა მომისმენია და რატო იყო ასე? ხო, რატო იყო ასე? იმათ წამდათ რომ ასეა. და მიტო კი არ წამდათ რომ თვითონ მოიფიქრეს ასე. ეს მოსმენიდან იყო ყველაფერი. მათ ეს მოისმინეს, დაიჯერეს და ამით ცხოვრობდნენ. და ამას მიყვებოდნენ, ამის ეშინოდათ. ამით ეგონათ რომ ეს მოქმედებს, ეს მართლა ესე არის. იცი ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს, ეს ხო მოქმედებს. დემონური სამყარო მოქმედია ჩემო ძვირფასებო. ნუ გგონიათ რომ ეს ზღაპარია. ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალურია. თუ ღმერთი გვწამს რომ რეალობაა, ეს მაგიც რეალობაა და ის ხშირად ყველაფერს აკეთებს რომ ცრუ რწმენებში განგავითაროს. კიდე ერთხელ მინდა დაგემოწმოთ და გითხრათ, რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ღმერთის სიტყვისაგან. იცი, არ მოქმედებს ზოგიერთი, როგორ არ მოქმედებს, დემონური სამყარო მოქმედებს, რომ დაგემორჩილოს. მაგრამ დადექი იმაზე, რაც ღმერთის სიტყვაა. ნახეთ, ღმერთის სიტყვა რას ამბობს? მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაენდობი. იმას ნუ კი დაენდობი, რომ ჭკვიანი ხარ. იცი, არიან ადამიანები, რომლებმაც გათვალეს, დათვალეს, გამოთვალეს, ფორმულებით გამოიყვანეს, რომ ეს საქმე წარმატებული უნდა იყოს და არაფერიც არ გამოვიდა იქიდან. იცით რატო? მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაენდობი. წმინდა წერილი ამბობს. იცი, ღმერთზე დანდობა, როგორც აბაკუმი ამბობს, რომ უფალი ბურჯი არის ჩემი, მე მას ვენდობი. მე მისი იმედი მაქვს. მე მასზე ვარ დამოკიდებული. და მე ნახე, ყველა შენს გზაზე შეიცანი იგიო. ყოველ შენ გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. მე მინდა გაგახსენოთ მეორე ნეშტას წიგნის მე-15 თავი.
როცა ყაზარია, წინასწარმეტყველი ყაზარიას სიტყვა ქონდა ღმერთისგან, მივიდა მეფესთან, მეფე ასასთან და უთხრა: მისმინე ასა, მისმინე ბენიამინო და მისმინე იუდა. დღეს შეგვიძლია სიტყვა ვთქვათ ასე: მისმინე გორის ეკლესიაო, მისმინე რუსთავის ეკლესიაო, მისმინე ხაშურო, რა ვიცი, აღაიანო, ქალაქო და ყველა. უფალი შენთან არის, როცა შენ ხარ მასთან. ამით იცი რა მინდა გითხრათ, ჩვენ ხშირად ვლოცულობთ ხოლმე, მაგალითად აზრს გავწყვიტავ და მე დავამტვრებ. მეორე რჯულის 22 თავს თუ წაიკითხა, იქ წერია თუ დაიცავს სიტყვას, თუ გაიგონებ ჩემ ხმას და დაიცავს, მოგივლენო კურთხევას და კურთხეული ხარ შესვლისას კურთხეული. თითქოს ეს იცი ჩვენ როგორ გვესმის ასე რომ თუ ასე მოვიქცევი, ღმერთი მოვა ჩემთან და თუ ასე არ მოვიქცევი, ღმერთი წავა ჩემგან. ღმერთი კი არ წავა შენგან. ღმერთი ყველგან არის ერთდროულად. ღმერთი არც არსად მიდის, არც არსად მოდის. ღმერთი ყველგან არის. მისი სავსეა მთელი სამყარო. უბრალოდ როცა ასე იქცევი, შენ შორდები მას. შენ მიდიხარ მისგან, გასაგებია? როცა არ გესმის ღმერთის ხმა, ღმერთი კი არ მიდის შენგან, შენ მიდიხარ ღმერთისგან. როცა არ გესმის ღმერთის ხმა, ღმერთი კი არ გემალება, შენ ხვდები ისეთ ადგილზე, სადაც ღმერთი არ არის. სადაც, იმიტომ რომ ის თუ ვინმე არის პატივის მცემელი შენი თავისუფალი ნების, ეს ღმერთია. გასაგებია? როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ მის გარეშე გადაწყვიტო რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა იცის, რომ 100%-იანი ცუდად განვითარდება რაღაცეები, ის პატივს სცემს შენს გადაწყვეტილებას. კი ბატონო, იყოს ეგრე. სულ ყოველთვის მზად არის. იქვე არის, ახლოს არის. ხელი გამოგიწოდოს და დაგეხმაროს, მაგრამ სანამდე შენ არ მიხვალ და არ მობრუნდები იმისკენ. და არ მისცემ მას უფლებას იყოს მაკურთხებელი შენი ცხოვრების და ჩემი ცხოვრების. ის ამას არ აკეთებს. იმიტომ რომ ის არავის ცხოვრებაში არ იჭრება უხეშად. ის არასდროს არ ანგრევს ჩვენს კარებს. ის არასდროს ფეხით არ აღებს კარებს. მე ყველაფრის უფალი ვარ და მე ყველაფერი შემიძლია და გაიწიეთ ახლა გვერდზე და მე უნდა დავალაგო აქ. ერთადერთი შემთხვევა, როცა ის დალაგებას იწყებს, ეს არის მაშინ, როცა შენ მას აძლევ ამის უფლებას. გასაგებია? კიდევ ერთხელ რომ ვის არც არსად მიდის, არც არსად ის არის. ის არის. შენ უნდა მიხვიდე მასთან. და ყაზარიამ ზუსტად ეს უთხრა მეფე ასას. მისმინე ასაო, მისმინეთ ყველა. უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ ხართ მასთან. მაგრამ თუ შენ ტოვებ მას, რა თქმა უნდა ისიც გტოვებს. არასდროს არ არის ისე რომ შენ დატოვე იგი და ის თან გამოგეკიდა. უკან გამოგხვა. თუ შენ გადაწყვიტე და წახვედი და შენი გადაწყვეტილებებით იღებ ცხოვრებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იცის როგორ განვითარდება საქმეები, შენთან ერთად დაიტანჯება შენს ტკივილებში, მაგრამ არ ჩაერევა შენს ცხოვრებაში. უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ მიატოვებ, ისიც მიგატოვებ. მაგრამ თუ მოძებნითო, ის თავს გაპოვნინებს. კიდე ერთხელ მინდა წავიკითხო, ყოველ შენ გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში. უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. მოდი ახლა ცოტა ხანს მინდა გავჩერდე და ამ სიტყვაზე ვილაპარაკო. რას ნიშნავს უფლის გეშინოდეს? რატო უნდა მეშინოდეს? კიდევ ერთი რაღაც. ვისიც გეშინია იმას სახში შემოუშვებ? რა თქმა უნდა არა. იცი ვისიც გეშინია იმას სახში, მასთან ყოფნა ცოტა ერთი მასწავლებელი ყავდა სკოლაში ძალიან მკაცრი იყო. ძალიან მკაცრი და ბავშვებს ძალიან გვეშინოდა ხოლმე. და ერთხელ სახში მოვიდა ჩვენთან სტუმრა და მე მეორე ოთახში დავიმალე. ვიტურ მეშინოდა. აი, უბრალოდ ჩემს სახში ხო ვერაფერს გამიკეთებდა. ჩემს სახში ხო ვერც დამსჯიდა და ვერც ვერაფერი. მაგრამ უბრალოდ მასთან ყოფნა ჩემთვის იყო დისკომფორტი. მეშინოდა და მითო. თუ უფლის მეშინია, როგორ ვიქნები მისთან დასწრებაში? მაგრამ ღვთის შიში არ არის დემონური შიში. ღვთის შიში წმინდა. ღვთის შიში წმინდა. მე ერთ ადგილს აგეკითხავთ ახლა. ფსალმუნის 100 უფლის შიში სიბრნის სათავეა. გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს დიდება მისი მარადიული. დღევანდელ ეკლესიაში ძალიან ხშირად გაიგონებთ სიტყვას და ტერმინს სიყვარული, მაგრამ ძალიან იშვიათად შიში. რატო უნდა, აი, მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ ღვთის სიყვარულზე. პასტორი იგორიც ამბობდა, რომ ერთი პასტორი ამბობდა, თქვენ რომ იცოდეთ ღმერთის სიყვარული,
ეს იცი რას ნიშნავს, როცა ასე ვლაპარაკობ. თქვენ რა მე ვიცი, მაგრამ თქვენ არ იცით. აი თქვენ რო იცოდეთ ღმერთის სიყვარული, იცი ჩვენ ღმერთის სიყვარული, ეს ღმერთის სიყვარულია. იცი ადამიანებმა როგორ გადაუწყვიტეთ მეგობრებო, იცი დღეს როგორ ვლაპარაკობთ ღმერთის სიყვარული, ანუ სიყვარულიც ღმერთია. და თუ სიყვარულს ეწინააღმდეგები, შენ ღმერთს ეწინააღმდეგები. ასე ესმით ადამიანებს. მე მჯერა რომ ღმერთის სიყვარულია, მაგრამ არანაირად არ მჯერა რომ სიყვარულია ღმერთი. სიყვარული არ არის ღმერთი. ღმერთი არის სიყვარული, მაგრამ სიყვარული არ არის ღმერთი. და იცი ადამიანები ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ღმერთის სიყვარულზე, მაგრამ იმას კი არ ვფიქრობთ ღმერთის სიყვარულამდე როგორ უნდა მივიდეთ. ან რა არის ეს ფენომენი ღვთის სიყვარული, როგორ უნდა მივიდეთ ღმერთის სიყვარულამდე. ამაზე არ ვფიქრობთ. ამიტომ ფსალმუნის ასათი ამბობს, რომ ღვთის შიში სიბრძნის სათავეა, იმისთვის რომ ღმერთის სიყვარული შეიმეცნო, ჯერ ღმერთში უნდა ჩაიძირო. იცი ვერავის ვერ შეიყვარებ, იმიტომ რომ ასეა საჭირო. ეს ძალიან რთულია. იმ ღმერთი რო შეიყვარო, ღმერთი უნდა გაიცნო. ღმერთი რო შეიყვარო, მას უნდა მიუახლოვდე. თუ მას მიუახლოვდები, შეუძლებელია მისით არ აღფრთოვანდე. თუ მას შეიგრძნობ, თუ მას განიცდი, შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია. თუ ერთხელ მაინც შეხები ხარ, და ერთხელ მაინც შეეხები მის თანდასწრებას და მის სითბოს და მის სიყვარულს, შეუძლებელია მეორედ გულმა იქით არ გაგიწიოს. შეუძლებელია მთელი ცხოვრება იქით არ კონდეს ლტოლვა და სურვილი, იქ მისვლის. ასაგებია? მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, ღვთის შიში სიბრძნის სათავე არის. ღვთის შიშით იწყება, მოწიწებით და მოკრძალებით იწყება რაღაცეები. იცით ჩემო მეგობრებო, ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა გითხრათ. ყველაზე დიდი ცოდვა, რაც კი კაცობრიობაში იქნა ჩადენილი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო? ეს იყო ეჭვი. ეჭვი შემოქმედში. ეს არ იყო მკვლელობა, ეს არ იყო მრუშობა, ან სხვა რაღაც. ყველაზე სავალალო და ყველაზე დიდი ცოდვა, რაც ჩადენილი იქნა კაცობრიობის ისტორიაში, ეს იყო ეჭვი. როცა ღმერთი მამა კი აღარ არის, ღმერთი უზენაესი ავტორიტეტი კი აღარ არის. როცა ეჭვი გეპარება, რომ სინამდვილეში ის ისეთი არ არის, როგორც ჩანს. და ეს იყო ზუსტად ეშმაკის მიზანი, სტრატეგია, მოგატყუა, დაგიმალა, დაგიფარა, იცის, რომ თვალი აგეხილება. როცა იცი რატომ ქვია აბრაამს რწმენის მამა? მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამ რაღაცეებზე. სანამდე სხვა რამეს შევეხებოდეთ, მინდა რომ ამაზე ვიფიქროთ. რატო ქვია აბრაამს? რა გააკეთა აბრაამმა განსაკუთრებული? აბრაამმა გადადგა რწმენის ნაბიჯი საკუთარი შვილი, რომელსაც 25 წელი ელოდა რწმენით. ჯერ მიიღო აღთქმა, რომლის დაჯერებაც რა ვიცი, ფანტასტიკის სფერო არის. მე ამაზე მიხუმრია ხოლმე ეკლესიაში და ეს სახუმარო არ არის. უბრალოდ წარმოიდგინეთ 100 წლის პაპას მიყავს 90 წლის ბებია სამშობიაროში კონსულტაციაზე. და ექიმი ეკითხება, რა გნებავთ პაპა? მეუღლე მოიყვანა კონსულტაციაზე და წარმოიდგინეთ ექიმის გაოცება. რას ლაპარაკობ? არა, ჩემი ცოლი ფეხმძიმედ არის. ვინ დაიჯერებს ამას? ანდა როგორ უნდა დაიჯერო, ეს ხო ფანტასტიკის სფერო არის. თან მით უმეტეს კიდე, როცა ახალგაზრდობაშივე სარა უშვილო იყო. უნაყოფო იყო. 18 წლისას არ შეეძლო განაყოფიერება და 90 წლისას რა უნდა გააკეთოს? მაგრამ რწმენით აბრაამი იჯერებს და რატო იჯერებს ამას? იმიტომ რომ აბრაამი იცნობს ღმერთს, რომ ღმერთი კაცი არ არის თქვას და არ გააკეთოს. ღმერთი თუ ამბობს, ის ისია. დიდება უფალს. მან იცის ვისთან აქვს საქმე, მან იცის ის ვინ არის. მას წამს ამის, მას ჯერა ამის. იცი, იგორი ამბობდა და ძალიან მომეწონა ეს. ჩვენ ღმერთის აქვს წამს თუ ხედავთ. გვწამს, მაგრამ რწმენასაც აქვს თვალები. რწმენით შეიძლება დაინახო. თუმცა შეიძლება ფიზიკური თვალებით ვერ დაინახო, მაგრამ რწმენით
შეიძლება დაინახო. საგალობელში იყო დღეს, ის არის ირე. ეს ნიშნავს ის გამოაჩენს. ის არის ირე, ის გამოაჩენს იქ, სადაც არაფერი არ ჩანს. ის არის რაფა, ანუ ის არის მკურნალი. დიდება უფალს, ხო? ეს შემთხვევითი სახელები არ არის. ზოგს გონი ეს ღმერთმა უბრალოდ მიითვისა ეს სახელი. არა, უბრალოდ მე ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ შეძლო ა ブラ ამმა, როგორ დაიჯერა ასეთი რაღაც, ის ხო შენაირი და ჩემნაირი ადამიანი იყო. მასაც ღაი ღმერთი თვალებით არ დაუნახია. მაგრამ მას იცი რა წამდა, რომ ღმერთი არ არის ბოროტი. მას ეს წამდა. მან იცოდა, რომ თუ ღმერთმა თქვა, მე კი არ ვიცი, რატომ ითხრა ღმერთმა ისაკის მოკლა. მე არ ვიცი, რაში ჭირდება ღმერთს ეს, მაგრამ ერთი ვიცი, ღმერთს არ უნდა ჩემთვის ისაკის წართმევა. ღმერთს ჩემი გაუბედურება არ უნდა. ღმერთს ჩემი გამწარება არ უნდა. ღმერთს ჩემი რაღაც ტკივილში ჩაგდება არ უნდა. მე ვერ ხვდები რა, მაგრამ ერთი ვიცი, თუ ასე თქვა ღმერთმა, ეს უკეთესი გზაა ისაკისთვისაც და ჩემთვისაც, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენა შეუძლია. უფრო დიდებულებაში აღდგენა შეუძლია. მე არ ვიცი ასეთი პირდაპირ ვიტყვი, ასეთი სიგიჟე როგორ უნდა დაიჯერო, მაგრამ ა ブラ ამმა დაიჯერა და იცით რატო დაიჯერა? უბრალოდ ღმერთი ა ブラ ამის ცხოვრებაში იყო მართლა ღმერთი. ღმერთი იყო მისთვის ავტორიტეტი, საყრდენი, კლდე. და მიიღო ღმერთის სიტყვა, დაიჯერა ღმერთის სიტყვა და კი არ დაიჯერა მარტო მწამს, უშველე ჩემს ურწმუნოებას, ასე კი არა. არა, მის მოქმედებაში გამოჩნდა, რომ რეალობაში სჯეროდა ამას. მეოთხე მაკაბელთა წიგნი, რომელიც არ არის ბიბლიის ნაწილი, მაგრამ ძველ ბიბლიებში არის, დიდ ბიბლიებში, რომელიც 99 წელში დაიბეჭდა. და ვისაც გაქვთ წაკითხული, იქ არის ერთი ასეთი ტერმინი. თუ 7 შვილის წამების შემხედვარე დედამ ეს სიტყვები თქვაო, იქ დედამისი რო ამხნევებს პატარა შვილს და ეუბნება, რომ მოკვდი ღირსეულათო, არ დაგავიწყდეს, რა გააკეთა მამა შენმა და რა გააკეთეს შენმა ძმებმა და წადიო შენს ახალგაზრდა და მოკვდი ღირსეულათო. და თუ 7 შვილის წამებისა და ისა სიკვდილის შემხედვარე დედამ ეს სიტყვები თქვა, ეს ნიშნავს, რომ ღვთისმოსავი გონება გრძნობების, ნებების გამგებელია, რომ გონებაში მიღებული გადაწყვეტილება რწმენით ის მოქმედებს და ის ძალაში ვლინდება, დიდება უფალს. გასაგებია? ამიტომ ამბობს სოლომონი, რომ ყველა შენს გზაზე შეეცადე მის შეცნობას და ის მოგისწორებს, სავალბილიკებს. ნუ იფიქრებ შენს თავში, რომ ბრძენი ხარ და საკუთარ გონიერებას ნუ დაენდობიო. კიდე ერთხელ მინდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი. ნუ იფიქრებ, ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერილი. კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის. ხშირად იცი ადამიანები, მე მინდა რომ გამიკურნო, მე მინდა გამკურნება, მე მინდა გამკურნება. ხშირად იცი რა, იმიტომ რომ როცა ადამიანები საკუთარ გონიერებას ენდობიან, რაღაცეები ცუდი მიმართულებით ვითარდება. კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისათვის. ქართულში წერია ისა სინედლე. რუსული იცი რას ამბობს? გამაგრებაო. გამაგრება იქნება ეს შენი ძვლებისთვის. პატივიეცი უფალ შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველ ნაყოფიდან. და დოულათით გაივსება შენი ბეღლები. თუ გაგიგონიათ სიტყვა, ძალიან ხშირად გვესმის ეს ჩვენ განსაკუთრებით თანამედროვე ქრისტიანობაში გულს მოусმინე. გულს მოусმინე. პასტორი იგორიც ლაპარაკობდა ამაზე. ძალიან ხშირად ისმის ეს სიტყვები. მე შენ გულს უნდა მოусმინო. მეგობრებო, არ არის ეს ასე. გულს კი არ უნდა მოусმინო, ღმერთს უნდა მოусმინო. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, იცი ახალგაზრდები ხშირად უსმენენ გულს. გულს ვერ უბრძანებ, ისე უბრძანებ, როგორც დაგიბარებია. იმიტომ რომ ღვთისმოსავი გონება უნებათა გამგებელია. ხშირად ადამიანები გულს უსმენენ, იღებენ გადაწყვეტილებას გულის ხმიდან გამომდინარე, მაგრამ იმას კი არ უყურებენ გულში ვინ არის. და იმას კი არ უყურებ გულში ვინ არის. მე რამდენიმე გაფრთხილება და რამდენიმე ადგილი მინდა წაგიკითხოთ, რაც წმინდა წერილიდან ამოვიწერე. ეს არის იგავების მეოთხე თავის 20-27 მუხლები. მოინიშნეთ ეს სიტყვები. შვილო, ჩემს სიტყვას მოусმინე, ჩემს ნათქვამს დაუგდე ყური.
თვალი არ მოაშორო გულის წიაღში შეინახე, რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისათვის და კურნება მისი სხეულისათვის. ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინება სიცოცხლის წყაროები. მოიცილე მზაკრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე. წინ იყურონ შენმა თვალებმა და პირდაპირ იყო შენი მზერა შენს წინაშე. მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა გამტკიცდება. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ. განაშორე ფეხი ბოროტებასო. იგავი ამბობს, სოლომონ ბრძენი ამბობს, ეს არის მეოთხე თავის 20-27 მუხლები. ის ამბობს, რომ იცოდე შენი გული ჭურჭელია. ის ამას ამბობს. შენი გული ჭურჭელია და მისი შენახვა უნდა ისწავლო. იმიტომ რომ გული არ ნიშნავს, რომ გულში ამ ჟარგონულ სიტყვას გამოვიყენებ აპრიორი ღმერთია. რაც შენს გულში არის და ეხლა წაგიკითხავ ზუსტად ამას. ესეც მინდა რომ გავიაროთ. იერემიას მე-17 თავის მე-9 მუხლები. იერემია 17:9. დაუკვირდით ამას? ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული ვინ ჩასვდება მას. მე უფალი ვიკვლევ გულს და ვცდით ირკმელებს, რათა თითეულს თავის საქმეთა მიხედვით მიუძღავ. წმინდა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ყველაფერზე ცბიერია გულია. ანუ თვითონ გული თავისთავად ეს ჭიქა ვერც ცბიერი იქნება და ვერც ბოროტი. ეს ჭურჭელია. იმაში რასაც ჩაასხავ, იმას დაიტევს. გასაგებია, თუ იქ წყალია სხია. გასინჯავ და მიხვდები, რომ ის წყალია, თუ იქ ძმარია სხია. ამასაც მიხვდები, რომ იქ ძმარია. ჩვენი გული, მეგობრებო, ჭურჭელია. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა იქნება იქ, რას მოახვედრებ იქ. თუ გასამართლებას და თუ ვნახოთ, მაგას რა გონია ეხლა. თუ ამ რაღაცებს მოახვედრებ იქ, მაშინ იცოდე, იქ ცუდი რაღაცები განვითარდება. შემდეგი მუხლი, ასევე მინდა მოვინიშნოთ და წავიკითხოთ. ეს არის იგავების 26, 24-25 მუხლები. მოძულე კაცი თავისი ბაგეები თავს ინიღბავს, გულში კი მზაკრობა უდევს, ნუენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან 7 სისაძაგლია მის გულში. დაუკვირდით? იგივე სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ გაუფრთხილდი შენს გულს, იმიტომ რომ სიცოცხლის წყარო არის ისო, მაგრამ აქ ამბობს, რომ მოძულე კაცი თავის ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკრობა უდევს, ნუენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან 7 სისაძაგლია მის გულში. იგავების 23:7. ესეც ცნობილი მუხლია, ხშირად გვითხოვს ეკლესიაში. რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი. ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება. იცი ადამიანები ხშირად გულს უსმენენ, გულს მოусმინა, დაინახა, არ მოусმინა არც მშობლებს, არც დედას, არც მამას, არც პასტორს, არც ეკლესიას, არავინ არ და გულს მოусმინა. წავიდა, მიიღო გადაწყვეტილება და კატასტროფა. მერე გიწევს ბევრი რაღაცის ღმერთო მიშველე ახლა, ღმერთო ახლა და მოდი ილოცეთ ჩემთვის, გეხვეწები დამეხმარეთ, გეხვეწები დამიდექით ლოცვაში, მიდი რა, გთხოვ, ჩაერიე, რაღაცა გააკეთე, რაღაცა მოიმოქმედე. გულს კი არა, ღმერთს მოусმინე. გულს კი არა, გულს ნუ კი დაეყრდნობი შენი საყრდენი, გული ნუ გახდება. ღმერთის სიტყვა გახდე შენი საყრდენი. ღმერთის სიტყვა შეინახე შენს გულში. ეკლესიაში ვასწავლით ხოლმე ამას, რით დაიცვას ხმაწვნილმა თავი, რო არ შეცოდოს, გულში დავიმარხე შენი სიტყვები. რათა არ შევცოდო. დიდება უფალს. იცი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ჩემო მეგობრებო. იცი,
როცა სოლომონი ამბობს გაუფრთხილდი შენ გულსო, ყველა შესანახავზე მეტად შეინახე შენი გული, მართლა ვიფიქროთ მოდი ამაზე, რომ ხშირად ადამიანები გულს უკვე იცი, მე ჩემს გულს უსმენ, მე გულში რომ აქვს, მე იმას ვამბობ, მე გულიდან ვლაპარაკობ, გულში რა არის, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და გულიდან რო ლაპარაკობ გასაგებია, მაგრამ გულიდან შეიძლება ბოროტება ილაპარაკო, გულიდან შეიძლება გასამართლება ილაპარაკო. გულიდან შეიძლება, იცი ძალიან ბევრი მე წრფელი ვარ. ესეც არ არის სწორი ნათქვამი. წრფელი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხარ. სიწრფელე, რომელიც მომდინარეობს ღმერთის სიტყვიდან, ეს არის სიწრფელე. და არა ის, რომ შენ გულიდან ხარ წრფელი. მე გულით ვაკეთებ. იცი ადამიანები გულით აკეთებენ ბოროტებას. არიან ადამიანები, ვინც გულით აკეთებენ ბოროტებას. იმიტომ რომ გულში აქვს ეს. იცი ამას წინათ ერთ რაღაცას ვკითხულობდი, ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. ხედავთ ქვეყანაზე ვიღაცა დაიჭირეს, ვიღაცა ცემეს და ლაპარაკობენ ძალადობაზე ცალმხრივ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და საერთოდ არც მინდა ამ რაღაცებში შევიდე, მაგრამ ვიღაცა პატარა გამხდარმა ქალმა სილა გაარტყა ვიღაცას და იძალა და ხალხო დაღერა გააკეთა. და ვიღაცამ ბოდიში და ჩექმით სცემა სახეში ვიღაცას და იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო იქ. ღმერთო ჩემო, ეს ხო აკვანში მწოლარე ბავშვი მიხვდება, რომ ეს ფარსი არის და ტყუილია და მეტი არაფერი. და ამას ვკითხულობდი და მე და პასტორებს საუბრობდით. კანონის ძალით. იცით რომ სტალინი კანონით აკეთებდა ყველაფერს. მილიონობით ადამიანი დახვრეტილი იყო კანონის ძალით. უკანონოდ არაფერი არ იყო იქ გაკეთებული. იცით რომ ჰიტლერი ჰოლოკოსტს ახორციელებდა კანონის ძალით. უკანონოდ მათ არაფერი არ გაუ კანონი ჰქონდათ ასეთი და კანონის ძალით მოქმედებდნენ. რომელებს ჰქონდათ ერთი ასეთი გამოთქმა. მეგობრებს ურთიერთობა მტრებს კანონი. ესე უდგებოდნენ. მეგობრებს ურთიერთობა მტრებს კანონი. გეუბნებით, შეიძლება მე და შენ, შეიძლება ჩვენ, იცით, მე გულით ვაკეთებ, მე წრფელად, მე ის თქვი რაც გულში მქონდა. ზუსტად ეს არის რომ ხშირად უნდა გააკონტროლო რა ხდება შენს გულში და რა ხდება ჩემს გულში. ჩემი გული არ არის საყრდენი, რასაც მე უნდა დავეყრდნო. ღმერთის სიტყვა არის საყრდენი, რასაც შენ უნდა დაეყრდნო. შეიცანი ღმერთი ყველა შენს გზაზე ვასწერია. იფიქრი ამაზე, რომ შემეცნება კონდეს, გააზრება კონდეს, რომ ღმერთი გახდეს საყრდენი, ღმერთის სიტყვა გახდეს საყრდენი შენი გრძნობების. იცი გულს მოусმინა. მე რო ვაკვირდები, იცი ძალიან ბევრი ადამიანი მოდის შემთან თხოვნით, ადამიანები და მეუბნებიან ხოლმე, მოდი ოჯახზე ილაპარაკე რა. მოდი ოჯახზე ვილაპარაკოთ ახალგაზრდებთან. მოდი მე რაღაცები ცოტა არ იყოს ხელოვნური მგონია ეს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, კარგი იქნება რომ დაფიქრება იყოს, შემეცნება იყოს, აი ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისი იყოს, რომ დავიწყოთ ღმერთთან ურთიერთობა შეუძლებელია სურვილით. მარტო აი მინდა, არა. ღმერთთან ურთიერთობა რო დაიწყო, ჯერ ერთი მართლა უნდა გინდოდეს ეს, მერე მეორე, წმინდა წერილი აქვს, ღვთის შიში სიბრძნის სათავე არისო. უნდა იცოდე, უნდა შეიმეცნო ის ვინ არის. და გადადგა მისკენ ნაბიჯი და ღმერთი ამბობს, თუ მომიახლოვდები, ვიც მოგიახლოვდები. შენ თუ ერთ ნაბიჯს ის ორს გადმოდგავს. უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ მოძებნით, ის გაპოვნინებს თავს. მაგრამ თუ გულის მოსმენას დაიწყებ, ისიც გაგშორდება. უსმინე შენს გულს, რამდენ ხანსაც გინდა. უსმინე შენს გრძნობებს, რამდენ ხანსაც გინდა. უსმინე შენს აქწერია რომ ნუ იფიქრებ რომ ბრძენი ხარო, საკუთარ გონიერებას ნუ დაენდობი. ნაცვლად იმისა ღმერთს მოусმინო. ნაცვლად იმისა ღმერთს მოусმინო. რომ გული კი არ გახდეს საყრდენი და გული კი არ გახდეს ვისაც შენ ენდობი. წმინდა წერილი ამბობს, თელი შენი არსით მიენდე უფალს ვასე წერია. შეეცადე მის შეცნობას ყველა შენს გზაზე. აი
როგორ უნდა შეიცნო ღმერთი ყველა შენს გზაზე? არის სიტუაციები, არის მდგომარეობა, სადაც შენ ხვდები და სულ ყოველთვის იფიქრე. აი ის რას ფიქრობს ახლა ამ სიტუაციაზე. ის რას ფიქრობს ღმერთის სიტყვა რას ამბობს ახლა ამ სიტუაციაზე. და მიიღე იმოქმედე იმის და მიხედვით, რასაც გული გეუბნება კი არა. რასაც სიტყვა გეუბნება. მოდი ეს სიტყვა კარგად დაიმახსოვროთ. ყველა შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. ის გაგინთავისუფლებს გზებს. ერთხელ ერთმა პასტორმა თქვა, სახლში მივედი და ტელევიზორი ჩავრთე და ცუდი გადაცემა გადიოდაო რაღაც. და უბრალოდ ავდექიო, მე შემეძლო ამეკრძალა ტელევიზორი. გამომერთო და ვერავინ ვეღარ ჩართავდა. მაგრამ ავდექი ნაკლეიკა გავაკეთეო ესეთი. წებოვანი ქაღალდი. მივაკარი ტელევიზორის კუთხეში. ახლა აქ რო იესო ყოფილიყო ამ გადაცემას უყურებდი? ასეთი რაღაცა გავაკეთე. და ადამიანები უყურებდნენ ამას და ხედავდნენ. არის რაღაცები, იცი, ჩვენ არავინ არ გვიხვევს თვალებს. არავინ არ გვიკრავს ხელებს. მაგრამ ერთი რაღაცა არსებობს ერთი ესეთი კარგი სიტყვა, გაითვალისწინ. თუ გაითვალისწინებ ღმერთს შენ ცხოვრებაში, შენ რთულ დროში ღმერთის ძებნა არ დაგჭირდება. შეიძლება სიტყვა უფალოს თქმაც კი ვერ მოასწრო. მაგრამ თუ შენ დღევანდელობაში ეძებ მას, ეძებ გადაწყვეტილებებს, ეძებ მოქმედებებს, თუ როგორ უნდა იმოქმედო მის წინაშე. ის ძნელ დროში ჩვენ ცხოვრებაში იქნება. წმინდა წერილი ამბობს, შეეცადეო მის შეცნობას ყველა შენ გზაზე. მოდი ვიფიქროთ ამაზე. მოდი ურთიერთობებში, საუბრებში, ჯგუფებში, საოჯახოებში, ნუ იქნები ბრძენის საკუთარ თავში. ნუ გონია რომ შენ რო ფიქრობ ეს არის ყველაფერი. იგავთა წიგში როგორც ახან წავიკითხეთ. კი გეუნდება მობრძანდი დაჯექი ჭამე, მაგრამ ნუ ენდობიო, იმიტომ როგორ ფიქრებით მის გულშია ისეთია იგი. გულიდან მოდის მართლა ფიქრები, ოღონდ გული კიდე ერთხელ ვამბობ, გული ჭურჭელია. სულხან საბამ თქვა, კოკასაშიგან რაც არის, იგივე გადმოდინდებისია. რა ჭურჭელში რაც ასხია, ის არის. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ჩვენ ეკლესიაში ვლაპარაკობთ. სამი რაღაც. მონანიება, განწმენდა, მიწვევა. ზოგადად მონანიება არაფერი არ არის. თუ იმას არ ახლავს განწმენდა. ებრაელიერი ეგვიპტიდან გამოვიდა 3 დღეში და 40 წელი მათგან ვერ გამოიყვანა ღმერთმა უდაბნო. იცი, მე მოვინანი, რომ მოინანი ეხლა ეცადე გული განიწმინდო, აზრები განიწმინდო, ფიქრები განიწმინდო, ჩვევები განიწმინდო. და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მიძღვნა. უნდა მიუძღვნა თავი. რაღაცას უნდა მიუძღვნა თავი. რაღაცით უნდა დაკავდე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ 4 მიძღვნაზე ვასწავლით ეკლესიაში და კიდე ერთხელ მოკლედ გავიმეორო. პირველი, თავი მიუძღვენი ღმერთს. პავლე მოციქული ამბობს, მე წუხელი გამომეცხადაო ანგელოზი, გემზე რო ამბობს ამას გახსოვთ? როცა გემი იღუპებოდა, გამოვიდა პავლე და ეუბნება, ნუ გეშინია. მე წუხელი გამომეცხადა ანგელოზი ღმერთისა, რომელსაც ვეკუთვნი, რომელსაც ვემსახურები. იცი, ბევრი ფიქრობს, რომ ემას ვეკუთვნი. ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ემას ვეკუთვნი. მეც ვფიქრობ, რომ ის მე მეკუთვნის. რა თქმა უნდა, მეკუთვნის და ვეკუთვნი, მაგრამ მასზე ადრე მე ღმერთს ვეკუთვნის და ჩემზე ადრე ის ღმერთს ეკუთვნის. დიდება უფალს. პირველი, თავი მიუძღვენი ღმერთს. მეორე, თავი მიუძღვენი ოჯახს. მესამე, თავი მიუძღვენი ეკლესიას. მე თავი არ მიმიძღვნია ზოგადად ეკლესიისთვის, მსოფლიო ეკლესიისთვის. ასაგები, ბევრი საჭიროება არის მსოფლიო ეკლესიაში. მაგრამ მე თავი მიუძღვენი ამ ეკლესიას. ამ ეკლესიას. გასაგებია? ამ კონკრეტულ ეკლესიას. და მე ვცდილობ ჩემი მიძღვნა გამართლეს ჩემ სიტყვებში. გასაგებია? მეოთხე, მე თავი მიუძღვენი ქვეყანას. ილოცეთ იმ ქვეყნისთვისო, სადაც ღმერთმა დაგასახლა. იცი, მე არ დავიბადე შემთხვევით საქართველოში. მე ბევრი შესაძლებლობა მქონდა წავსულიყავი საქართველოსთან და მაგ დღესაც. მაგრამ მე არ სადარ წავალ, იმიტომ რომ მე თავი მიუძღვენი ამ ქვეყანას.
და მე აქ თუ ღმერთი მეტყვის მე აქ უნდა დავიმახო. ეს ღმერთის ნება. რომ სანამდე ცოცხალი ვარ, აქ უნდა ვიმსახურო და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა ვილოცო. გასაგებია, თუ მონანიება, თუ არ არის განწმენდა და თუ არ არის მიძღვნა, ის შეიძლება ძალიან სავალალოდ დამთავრდეს. ანუ ბოლო სიტყვა. მოდი იგავების მესამე თავი. კარგად გამოვიყვიროთ სახლებში. ყველა შენს გზაზე. ეცადე შეიცნოვინე ის მიგისწორებს. ნიენდე უფალს, დაენდე უფალს, არა გულს, არა ფიქრებს, არა გრძნობებს, არამედ იცი გრძნობებიც, ჩვენს გრძნობებს განწმენდა ჭირდება. ძალიან ცუდი არის, როცა ადამიანები, რომლებსაც ღმერთის სიტყვა, რომლებისთვისაც ღმერთის სიტყვა არ არის ავტორიტეტი, გრძნობებზე ლაპარაკობენ. მათი გრძნობები იტყუება. თუ ღმერთის სიტყვა არ არის ავტორიტეტი და ღმერთი არ არის ავტორიტეტი შენსა და ჩემს ცხოვრებაში, გრძნობები ნებისმიერ დროს მოგატყუებს. და როცა პასტორი ხშირად ლაპარაკობს გრძნობებზე, ზოგიერთი ბაძავს, პასტორმა თქვა გრძნობებზე და მეც უნდა ვილაპარაკო გრძნობებზე. გრძნობებზე მაშინ ილაპარაკე, როცა როგორც პასტორისთვის ისე იქნება შენი სიტყვა, ღმერთის სიტყვა ავტორიტეტი შენთვის. მაშინ შენი გრძნობები უკვე, შენი გული უკვე ღმერთის ჭურჭელი ხდება და გრძნობები უკვე ღმერთთან არის დაკავშირებული. გასაგებია, ებრაელების მეხუთე თავის 12 მუხლიდან ქვევით ამ წიგნის ავტორი ამბობს, რომ დროები და ვადები თუ იმჟერებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ, მაგრამ ჯერ რძე გჭირდებათ, იმიტომ რომ მაგარი საჭმელი არის მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობებიც განისწავლა, გაიწვრთნა. გასაგებია, განისწავლა ჩვევით კეთილისა და ბოროტის გასარჩევა. დიდება უფალს. ანუ ხდება თურმე გრძნობების განსწავლა. ადამიანი გრძნობებში ვარჯიშობს. და ხდება გრძნობების განსწავლა. იცით, მინახავს ადამიანები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს. მაგრამ ისე განისწავლა მათი გრძნობები, შეგრძნებით აფიქსირებენ ყველაფერს. ეხებიან და იციან რას ეხებიან. გასაგებია? ღმერთს უნდა რომ ჩვენი გრძნობები განისწავლოს. ღვთის ნების თანახმად, ღვთის სიტყვის თანახმად, რომ ყველა ჯერზე ის კი არ გჭირდებოდეს, არამედ აქ აფიქსირებდე უკვე ღმერთის ნებას. მაგრამ ეს მარტო სურვილით არ ხდება. მე მოვისმინე დღეს, ჩემი გრძნობები უკვე ღმერთი, მე ვიგრძენი. დიდი ალბათობით მოთხოვდები, თუ ჯერ ღმერთის სიტყვის ავტორიტეტი შენ ცხოვრებაში ძალიან მაღალ თამასაზე არ იქნება აყვანილი.